და ვიტყოდი, რომ ჩვენი ადვოკატების გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მზად არის, რომ თქვენი ინტერესების დასაცავად ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს იმისათვის, რომ თქვენი უფლებები იქნეს სათანადოდ დაცული. და თუ გაქვთ ნებისმიერი სახის პრობლემა, მნიშვნელობა არ აქვს სამართლის რომელ დარგზე არის საუბარი, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თქვენი ინტერესები. ალბათონს ვთხოვოთ ორი სიტყვით პირველი დღიდან აქ არის და აი პირველი დღიდან დღემდე აი როგორ განწყობაზე ხარ და როგორ ფიქრობ? ჩვენ შევძლევთ იმას, რაც შევპირდით მოსახლეობას. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმას, რაც შევპირდით მოსახლეობას. მოსახლეობას შევპირდით, რომ დავიცავდით მაქსიმალურად მათ უფლებებს. კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდი მზად არის იმისათვის, რომ დაიცვას თქვენი უფლებები. დიდი მადლობა. ბატონ შალვას გადაეცით, ბატონო შალვა, რა სიტყვით? მოგესალმებით ყველას. მადლობა დღევანდელი დღისთვის და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგმართოს და სიმართლეს ნამდვილად იპოვოს ჩვენი დახმარებით ნებისმიერ ინსტანციაში, ნებისმიერ სფეროში. მოგდებით. ქალბატონ, ცეთის კიდევ ერთი ნახევარი წუთით ვინაიდან დრო ჩვენთვის როგორც კერძო პირებს, ასევე მინდა მოგმართოთ ბიზნესებს, რომ ჩვენ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას ყველა მიმართულებით, ასევე თანამშრომლობის კონტრაქტების მიმართულებით და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით. თუ რაღაცა ისე არ არის თქვენ კომპანიაში, ან გგონიათ, რომ არსებობს გარკვეული საფრთხეები, მობრძანდით ჩვენთან, გავაკეთებთ იურიდიულ აუდიტს და ყველანაირი საფრთხისგან დაგიცავთ. მარიამ, რა სიტყვი? აი დავიწყეთ 3-4 დღეა. აი როგორი კმაყოფილი ხარ? მოლოდინს გადავაჭარბეთ, ნამდვილად უამრავი საქმე მივიღეთ. ბაბძანეთ. მადლობა. ჩვენ ჩართულები ვართ მაქსიმალურად, გუნდი ყველაფერს აკეთებს ქალბატონი ქეთევანის ხელმძღვანელობით, ბატონი გელა მაქსიმალურად არის ჩაბმული ყველა საქმეში და თქვენ ჩვენთან იმედიანად იქნებით. მოიტანეთ ყველა საქმე, მობრძანდით, გელოდებით დიდი სიყვარული. მე მინდა კიდევ მოსახლეობას მივმართო ერთი რამ. კეთი, ჩემი ერთი თხოვნა რა არის? 1000 ადამიანიდან აგირჩიე და დარწმუნებული ვარ, რაც ადამიანებს ჭირდება. ვისაც პრობლემა აქვს, იმ ადამიანებს რა ჭირდება? იმ ადამიანებს ჭირდება დახმარება და შენმა გუნდმა არავითარ შემთხვევაში ქვეყანა რო დაინგრეს, არავის არ უნდა გაურიგდეს. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ნებისმიერი საქმე. აქ რა არის? ეს არის ნდობა, ხო? თუ არის სიმართლის დრო,